მოგესალმებით, მე გახლავართ იოსები, ბუტიკ სასტუმროს მენეჯერი და დღეს მინდა გესაუბროთ სასტუმროს მზარეულის და სამზარეულოს შესახებ. ყოველად მნიშვნელოვანი საკითხია გემოების თამაში და ამბები და ასე შემდეგ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მზარეული არის ადამიანი, რომელიც სასტუმროსთვის ქმნის მთავარ მენიუს. და ეს მენიუ უნდა იყოს გათვლილი სასტუმროს კონცეფციაზე და ასევე იმაზე, თუ სტუმარს სიტყვაზე როგორი გემოვნება აქვს. ეს რა თქმა უნდა ინდივიდუალია, მაგრამ საერთო ხაზი მაინც დაჭერილი უნდა გქონდეს მზარეულს. და ყოველდღიურად კერძები ის რასაც სასტუმროს თავაზობს სიტყვაზე მომხმარებელს უნდა იყოს ერთი და იგივე გემოთი და ასე ვთქვათ უნდა გქონდეს ერთი და იგივე გემო, ვიზუალი და ასე შემდეგ. იმიტომ რომ სანამ ვიზიტორი ჯავშნის ასე ვთქვათ სასტუმროს, იქ ყველაფერი წერია და ერთ-ერთი პუნქტი არის შემადგენელი ასე ვთქვათ სამზარეულო. ჩემ სასტუმროში ყოველ შემთხვევაში კერძოდ არის მხოლოდ დილის საუზმე, იგივე ბრექვასთი, სადაც არის ზუსტად განკუთვნილი ხაზი თუ რა, როგორ და რა დოზით არის. და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჩვენმა ვიზიტორებმა წინასწარ იციან, სანამ მოვლენ ჩვენ სასტუმროში. იციან რა დახვდებათ, იციან რა კერძები იქნება, როგორი გემოთი იქნება და ასე შემდეგ. ხოლო თუ სიტყვაზე რამე დამატებითი შეკვეთა ექნებათ კიდევ, რა თქმა უნდა, ამას ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ჩვენი მზარეული, რა თქმა უნდა, გააკეთებს ამ ყველაფერს. მეორე რაც მთავარი და მნიშვნელოვანი პუნქტი არის სამზარეულოში, ეს არის სისუფთავე, თუ რამდენად სუფთად ინახება ის პროდუქცია, რომელიც შემდეგ უნდა მომზადდეს უკვე ვიზიტორებისთვის, როგორი შენახვის ადგილია, ასე ვთქვათ, განკუთვნილი, როგორი ტემპერატურაა, იმიტომ რომ მალე არ უნდა გაფუჭდეს ეს პროდუქტი, უნდა იყოს აუცილებლად შენახული ისეთ ჭურჭელში, რომელშიც არ შევა სიტყვაზე სუნი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ძალიან ბევრი ასპექტი არის, რაც მოიცავს ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, მზარეული უნდა გამოიყურებოდეს ისე, როგორც უნდა გამოიყურებოდეს ხელთათმანებით, თავსაბურავით. ამაზე მგონი ორი აზრი არ არის, რომ ყველა სასტუმროს ასე ვთქვათ მზარეული ამ ჰიგიენის ნორმებს იცავს, ვინაიდან პროდუქტი არის ისეთი რაღაცა, რითაც უკვე ვიზიტორი საზღვრავს თუ რამდენად კარგი არის ეს ყველაფერი სასტუმროში როგორი არის, ასე ვთქვათ სისუფთავე, იმიტომ რომ თუ ვიზიტორი ხედავს, რომ სიტყვაზე პროდუქცია, რომელსაც მიირთმევს, არ გამოიყურება სუფთად, არ გამოიყურება გემრიელად, არ გამოიყურება ხარისხიანად, შესაბამისად, რა თქმა უნდა, შემდეგი უკვე შთაბეჭდილებები სასტუმროზე ექნება სხვანაირად და ეს არის ძალიან ლოგიკური. ასევე მზარეულმა უნდა გააკონტროლოს სიტყვაზე მარაგი პროდუქციის, მაგალითად აი ერთი კვირის განმავლობაში რამდენი პროდუქტი დასჭირდება და ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ მას აუცილებელი კონტაქტი უნდა გქონდეს რეცეპშენის იგივე მიმღების დესკთან, ვინაიდან უნდა ააკონტროლოს და იცოდეს რამდენი სტუმარი შედის და რამდენი სტუმარი გამოდის, დილით რამდენი ადამიანი დახვდება საუზმეზე, რომ მაგის მიხედვით, ასე ვთქვათ, გაიშალოს ეს საუზმე, ისე რომ უკმაყოფილო არავინ არ დარჩეს, ყველასთვის რომ იყოს საკვები სამყოფი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე ვთქვათ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია სამზარეულო, იმიტომ რომ არ იცი ყველა ადამიანის გემოვნებას, რა თქმა უნდა, ვერ დააკმაყოფილებთ, მაგრამ ზოგადი ხაზი, რაც არის ის, ყველა მზარეულს ალბათ დაჭერილი აქვს და შესაბამისად მათი საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, არიან მომხმარებლები, ვისაც განსაკუთრებული რაღაც მოთხოვნები აქვთ, რომ მაგალითად არ მოსწონთ არაფერი და იმის გემოვნებას ჩვენ ვერ დავაკმაყოფილებთ, ამიტომ არის, რომ ჩვენ ნებისმიერ სოციალურ პლატფორმაზე, სადაც კი არის ჩვენი ბუტიკ სასტუმრო განლაგებული, ასე ვთქვათ, ყველგან გვაქვს მინიშნებული, თუ როგორ სამზარეულოს ვთავაზობთ დილის საუზმეზე ვიზიტორებს. ეს დავიმახსოვროთ, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან როდესაც ვიზიტორი წინასწარ ინფორმირებული არის თუ რა და როგორი ტიპის სამზარეულო ხდება, ასე ვთქვათ, სასტუმროში, ის უკვე საზღვრავს მერე ყველაფერს. შესაბამისად, პრობლემებიც ნაკლებია, იმიტომ რომ როდესაც ბევრი ვიზიტორი არის, მაგალითად, რომ საერთოდ არ კითხულობენ რა წერია სასტუმროს ვებგვერდზე, რას ვთავაზობ და ასე შემდეგ და აქ ბევრი პრეტენზიები. შემდეგ, როდესაც უკვე
ვანახებთ ამ ყველაფერს და ვეუბნებით, რომ იცით, რომ ჩვენ ეს ყველაფერი გვიწერია და თქვენ ეს ყველაფერი უნდა გცოდნოდეთ, თუმცა მაინც ვიღებთ გადაწყვეტილებას ისეც, რომ ვიზიტორი იყოს კმაყოფილი და შესაბამისად მზარეულიც, რა თქმა უნდა, აკეთებს იმ კერძს, რომელიც სიტყვაზე მის გემოვნებას დააკმაყოფილებს. საკმაოდ რთული პოზიციაა მზარეულის პოზიცია, ეს არავინ არ თქვას, რომ მარტივია, იმიტომ რომ უნდა აკონტროლოს თუ რამდენად სწრაფად მიეწოდება ვიზიტორს საკვები, რამდენად სუფთა იქნება, რამდენად ჰიგიენური იქნება, ძალიან ბევრი ასპექტი არის და თანაც ყველაზე მნიშვნელოვანი მზარეული, ანუ ყოველ დილით იწყებს ძალიან ადრე თავის სამსახურს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ სასტუმროებში დილის საუზმე იწყება ძალიან ადრე და შესაბამისად მათ უკვე მზად უნდა ქონდეთ ყველაფერი და საკმაოდ რთულია ამ ჯაჭვის აი ესე კარგად შენარჩუნება, რომ დააკმაყოფილო ყველა ასპექტი. პირველ რიგში გემოები, სისუფთავე, ჰიგიენა, ხარისხი, სწრაფად მიწოდება კერძის, მერე უკვე განსხვავებული მოთხოვნის დაკმაყოფილება და ეს არის მთლიანი ჯაჭვი. შესაბამისად, მე ვფიქრობ და პირადად ჩემი აზრია და პირადად ჩემ გამოცდილებას გეტყვით, რომ როდესაც ეს ყველაფერი სამზარეულოში არის მოწესრიგებული და დილით უკვე ვიზიტორი ძალიან კარგ განწყობაზე და ძალიან კარგ ხასიათზე არის, იმიტომ რომ პროდუქტი იყო ძალიან გემრიელი, შესაბამისად მთელი დღე ძალიან კარგად არის. სტაფის მიმართაც ძალიან კარგად არის განწყობილი, ყველაფერი უკვე ძალიან კარგი არის მისთვის სასტუმროში, ასე რომ ძალიან დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს მზარეულს და სამზარეულოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ხაზია. მეგობრებო, კიდევ ერთხელ ჩამოვთვლი მზარეულის ფუნქციებს და თქვენი აზრიც მაინტერესებს, თუ კიდე რამე კორექტივები გექნებათ ამასთან დაკავშირებით, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მეც ყოველდღიურად ვსწავლობ და თუ ვისაც გაქვთ გამოცდილება, შეგიძლიათ კომენტარებში დამიწეროთ. ჩემი აზრით პირველი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ დილით კონკრეტულ დროზე უკვე მთლიანი საუზმე, რა თქმა უნდა, დახვდეს მომხმარებელს და ვიზიტორს გაშლილი, პროდუქცია იყოს ხარისხიანი, ჯანსაღი, სუფთად და ჰიგიენურად გაკეთებული. ეს არის მთავარი ჯაჭვი და დანარჩენი უკვე არის დამატებითი ელემენტები, რასაც უკვე მთელი ბრექვასტის განმავლობაში, მთელი საუზმის განმავლობაში ვაწყდებით, ასე ვთქვათ და ძირითადად მაინც ვცდილობთ, რომ ყველა ვიზიტორი დავტოვოთ ძალიან კმაყოფილი. ასე მოკლედ მინდოდა მზარეულის და სამზარეულოს შესახებ ამ ყველაფრის მოყოლა თქვენთვის და მე მაინტერესებს თქვენი გამოცდილება, აი მაგალითად, როცა მიდიხართ სასტუმროებში და უყურებთ სხვადასხვა ტიპის სამზარეულოს, რომელიც თქვენ გვხვდებათ, აი რა კორექტივები შეგაქვთ, რა არ მოგწონთ, რა არ მოგწონთ. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საქართველოში გვაქვს ძალიან ბევრი ბიუტიკ სასტუმრო გახსნილი, ყველგან არის სხვადასხვა მენიუ, რა თქმა უნდა, ყველა ბიუტიკ სასტუმრო ვთავაზობთ ვიზიტორებს სხვადასხვა საუზმის სტილს და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი გამოცდილება, სიტყვაზე რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ, რას დაამატებით, რას შეცვლით. მაგალითად, ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ ჩვენი ვიზიტორების აზრს, რომლებიც რევიუებში გვიწერენ სიტყვაზე არიან ვიზიტორები, რომლებსაც საერთოდ არაფერი არ მოწონთ, იმიტომ რომ მათთვის მიუღებელია ყველაფერი. და მე რამდენიც არ უნდა ვეცადო, მზარეულმა რამდენიც არ უნდა ეცადოს, მაინც ვერ ვაკმაყოფილებთ მათ ასე ვთქვათ მოთხოვნებს, იმიტომ რომ მას არაფერი არ მოწონს, მაგრამ ნორმალური ადამიანები, რომლებიც კითხულობენ ამ ყველაფერს, თუ სასტუმრო რას თავაზობთ, დილით ასე ვთქვათ რა ხდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მათი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ჩვენ საკმაოდ კარგად გვიწენენ რევიუებში, რა მოწონთ და რა არ მოწონთ და შესაბამისად ხდება ამ ყველაფრის გათვალისწინება. რა თქმა უნდა, ეს სამზარეულოც არის სეზონური, იმიტომ რომ სეზონურად უნდა ვცვალოთ ხილი, სეზონურად უნდა ვცვალოთ კერძები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ მე ძალიან მოკლედ ვეცადე ამეხსნა ეს ყველაფერი, რაც პირადად იმ სასტუმროში ხდება, სადაც მე ვმუშაობ და მაინტერესებს თქვენი აზრი და თქვენი გამოცდილება, როდესაც მიდიხართ სასტუმროში და გვხვდებათ საუზმე, ბრექვასტი, ასე ვთქვათ, თუ სხვა ამბავი ამ
სამზარეულოს თემაში, მაინტერესებს თქვენი აზრი, აი რა კორექტივები შეგაქვთ ხოლმე, რა პრეტენზიები გაქვთ, რა მოთხოვნები გაქვთ, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს თემა არის ძალიან ამოუწურავი. ეხლა მე უკვე თავს აღარ შეგაწყენთ, იმიტომ რომ მართლა ძალიან ისეთი დიდი თემაა, რომ ვერასდროს ვერ დაამთავრებ ამაზე საუბარს და შესაბამისად ველოდები თქვენს კომენტარებს. მოკლედ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ეხლა დროებით დაგემშვიდობებით ყველას.